ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა ლოგიკურად მართებული? გვაქვს ვენის დიაგრამის ამოცანა, დავიწყოთ პირველი დებულებით. ყოველი ვარდი ყვავილია, ესე იგი ვარდი პატარა წრეა და ყვავილი დიდი წრე, ხო? ყოველი ვარდი ყვავილიაო. Mhm. ეს მცენარე არ არის ვარდი. ანუ, ნახე, ეს მცენარე ესე იგი, ვარდს არ კვეთს ნამდვილად, თუმცა თეორიულად შეიძლება რომ ყვავილს კვეთდეს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ეს მცენარე ყვავილს კვეთს თუ არა. ამიტომ დანასკვნი ეს მცენარე არ არის ყვავილი, არ გამომდინარეობს მოცემულობიდან. შესაძლებელია, თეორიულად დასაშვებია, მაგრამ ლოგიკურად მართებული არ არის. ამიტომ პირველი არ მოგწონს. მეორე. ნახოთ მეორე დებულება რას გვთავაზობს. თუკი ყოველი ყვავილი ვარდია, ესე იგი ყვავილი ვარდის წრეში უნდა ჩავსვათ, ხო? ყოველი ყვავილი ვარდია. ესე იგი ყვავილი პატარა წრეა და ვარდი დიდი წრე. ხოლო ეს მცენარე არ არის ვარდი, ანუ ეს მცენარე ცალკე არის ვარდთან თანაუკვეთი, ხო? ეს მცენარე. ნახე, ყველა ყვავილი ვარდია, ეს მცენარე არ არის ვარდი, მაშინ ეს მცენარე არც ყვავილი გამოდის. მართებული. ეს მცენარე ყვავილს ვერ გადაკვეთს, რადგან ამ მცენარემ რომ ყვავილი გადაკვეთოს, მაშინ ვარდის დანაკვეთაც გამოვა და დებულება დაიღო. მესამე. თუ ეს მცენარე ყვავილია, ოკეი, მცენარე ყვავილი, ეს მცენარე, ხო, ეს დავაწეროთ, ეს მცენარე ყვავილია, ხოლო ყოველი ყვავილი ვარდია, ყოველი ყვავილი ვარდია, ანუ ყვავილის წრე ვარდის წრე მოიცავს სრულად, მაშინ ეს მცენარე ვარდია. შვენიერი დასკვნა, ხო, ლოგიკურად მართებული. გამოგვივიდა, რომ მეორე და მესამე ყოფილა აქ სწორი პასუხი.